წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში არაოფიციალურად უკვე დაიწყო. პოლიტიკოსებმა საპრეზიდენტო კანდიდატების შანსები შეაფასეს. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე მინისტრის თანამდებობას დატოვებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ პრაიმერიზის შედეგებს ელოდება. თამთა ჯანაძე მუშაობს თემაზე, თამთა როგორ აფასებენ საკუთარ და ერთმანეთის შანსებს კანდიდატები? საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მისი კანდიდატურა იქნება მისაღები საზოგადოებისთვის. მათი ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად უკვე მზადაა, ნაწილი კი შიდა პოლიტიკური მოლაპარაკებების იმედზეა. ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ კანონი მას არავალდებულებს, მინისტრის თანამდებობას დატოვებს საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისთანავე. გარდა ამისა, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, შოთა მალაშქრიას იმედი აქვს, რომ პრაიმერში გამარჯვებულ მათ კანდიდატს საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებლად ექნება. რაც შეეხება საქართველოში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს, ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ იმისკენ, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ ფარგლებში ჩატარდეს. ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში და იმიტომ გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა ვმართოთ, რომ ახალი სტანდარტები დავნერგოთ თუნდაც პოლიტიკური კულტურის და ბუნებრივია საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, როდესაც მე დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, მე გადავდგები მინისტრობიდან მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ვავალდებულებს, მაგრამ ახალი პოლიტიკური კულტურა და სტანდარტით სწორედ ჩვენ უნდა დავნერგოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი და ის ადამიანი, რომელიც ამ პრაიმერს მოიგებს, გუნდური გადაწყვეტილებით ყველა ადამიანი, მათ შორის სამივე პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ მე გავემარჯვებ, ის სამი რომელიც დარჩება, თუ სხვა გაიმარჯვებს, ის რომელიც დარჩება, ერთიანად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი. არ ვიცი შექმნის თუ არა სირთულეს თარიღის შეცვლა სურვილი მაქვს, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა დააკვირდება ამ შემდეგ ნაბიჯს, რომელსაც დგამს საქართველოს დემოკრატიის გზაზე. ქრისტიან-დემოკრატები საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენას 2 კვირის ვადაში აპირებენ, მანამდე კი შიდა პარტიული კონსულტაციებით არიან დაკავებული. რაც შეეხება ქართულ დალს, როგორც ირკვევა, ჯონდი ბაღათურიაც მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან. მოლაპარაკებების შედეგს კი ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს. განწყობა პარტიაში თავად არის საბრძოლო, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის თავად პარტიაში. 2 კვირის განმავლობაში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვასწავლებთ. მე ვთვლი, რომ მდგომარეობა დღეს ისეთია, რომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მე კარგად აუხსენი ბატონ პაატას მნიშვნელობა მისი არჩევნებში მონაწილეობის. და ეს მდგომარეობა ასეთია, რომ თუ არ პაატა ბურჭულაძე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ქართული ოცნება ავტომატურად დაბალანსდება და ძალიან მაღალი ალბათობით, თუ ჩვენ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დავუშვით, გაიმარჯვებს და ბურჭულაძე გახდება პრეზიდენტი. ტრადიციულად გამარჯვების იმედს არ კარგავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ის აცხადებს, რომ საზოგადოებას დიდი არჩევანიც არ აქვს. გარდა რაც შეეხება ნესტან კირთაძეს, კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ის მიიჩნევს, რომ დანარჩენი კანდიდატებისგან მას გამოარჩევს არა პარტიული კუთვნილება, არამედ სახალხო ლიდერობა. ასარჩევი ტრადიციულად ბევრი არაფერია. ერთ მხარეს დგანან ვარდების რევოლუციის ბეთკური შვილები, რომელმაც საქართველოს დააქციეს და ეს ავანტიურა მოაწყეს და მეორე მხარეს ვართ ჩვენ. სხვა არაფერი ასარჩევი ქვეყანაში არ არის. წინ გველოდება დიდგორი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიგოთ, მის წაგების უფლება არ აქვს. წაგების შემთხვევაში წაგებს არა შალვა ნათელაშვილი, არამედ წაგებს სრულიად საქართველოს. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ის ცოტა ადრე დავიწყე ზუგდიდიდან და სამეგრელოდან. პრიორიტეტულად ავირჩიე რასაკვირველია კონფლიქტის რეგიონები, ზუგდიდი და სამეგრელოს რეგიონი, ისევე როგორც გორი და შიდა ქართლის რეგიონი. იმ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ თქვენ იცით, მე გახლავართ ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდაპირველად არჩევნების თარიღად დაასახელა 27 ოქტომბერი კვირა დღე, თუმცა დაახლოებით 4 საათის შემდეგ მათ გადაწყვეტილებას შეცვალეს და არჩევნების თარიღად დაასახელეს 31 ოქტომბერი, ხუთშაბათი დღე. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს და მათ ვერ გააკეთონ თავიანთი არჩევანი. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა.